საქართველოს რო დაკეტო ეხლა საზღვარი ისე როგორც კომუნისტების დროს იყო. მე ლარებით რა უნდა იცხოვროს ქართველებმა. ჩათვალეთ რომ საჭმელი აღარ იქნება. ლარით ხო არაფერს არ ყიდულობს ქართველი. ვინც გარკვეული რაღაც კომპანიებთან ხელშეკრულებას დებს, გარეთ კომპანიებთან თურქეთი იქნება თუ რაღაცა, ეს ლარებზე არაფერი არ ხურდავდება. ვალუტა კიდე ან უნდა ისესხო, ან კიდე ქვეყანამ უნდა შემოიტანო, რო ისესხო უნდა გადაიხადო, ხო? და ყველაზე კარგი არის ესეთი მდგომარეობა ისეთი შევქნათ, რომ თვითონ ახლა იბრძვიან გადინება არ მოხდეს და გადინება არ მოხდეს, მაშინ ქვეყანა უნდა ააშენო. ხო, 20 და 30 წლით რო არიან გადაპანწალებული, ხო შემოდის გზავნილები. ხო, ამასინათ ხო ციფრით დასახლე 4 მილიარდი გზავნილი შემოდის წელიური და 4 მილიარდი ეს ლარი კი არ არის. ეს არის ვალუტა. ამას ატრიალებს მთავრობა და მთავრობას ინახავს ჩვენი არა მარტო ოჯახებს ინახავს, გასტერბა მთავრობასაც ინახავს, მთავრობასაც. შესაბამისად მოსახლეობა შიმშილით არ კვდება. მთავრობამ კი არ გადაარჩინა ხალხი, გასტერბაიტერებმა გადაარჩინა შიმშილობისგან ხალხი. თუ რატო არ გინდათ ეს რომ ვთქვათ ესე რა, გარეთ რამდენია გასულ თითქმის 1.600.000 გარეთ არის ხო? თუ მეტი არა. გზავნილები ხო მოედინება. ამ გზავნილების შესაძლებლობას ხო გვაძლევს რომ ბანკიდან, საერთაშორისო ბანკიდან გარკვეული ესე კრედიტები აიღოს მთავრობამ. მერე დამატებით მიწებსაც ხო აქირავებენ თუ ყიდიან, ესეც ვერ დავადგინეთ. ხო შემოდიან ტიპები და გაიყიდა ძალიან ბევრი ადგილები, უცხო კომპანიებზეა გაყიდული ყველაფერი. იმიტომ რომ ეს ვალუტა გინდა, ვალუტა. არ ვარგა ჩვენი ლარი, იმიტომ რომ ლარის უკან არ ადგას ეკონომიკა, არაფერი არ არის და ეს სიმბოლური ეს ლარი. ეს არის სიმულაციური სახელმწიფო შევქმნით ჯოგის დასაწყნარებლად, რომ ვითომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს დროშა, გვაქვს პარლამენტი და არის ლარი. ეს ხო თავის მოტყუებაა და შეგნებულად რატო ვიღუპავ თავს ვერაფრით ვერ გავიგე რა. არის გამოსავალი. მოკლედ ყველაფერი დაქცევისკენ მიდის. აი ჩვენ ხო უტრიალებთ ამას და ისევ დასკვნა ქვეყანა დაქცევისკენ მიდის, დაქცევისკენ. ქვეყანები იღუპებიან ესე ცივილიზაციები. ენტროპიას გადის ყველა, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს ეხება ეს. მარადიული არაფერი არ არის. ზოგი ადრე დაამთავრებს გამოვლენას, ზოგი გვიან. ეს დამოკიდებულია ქვეყნის სიძლიერეზე, რაოდენობაზე, მოსახლეობის და ჩვენი დარტყმა დაიწყო რა. შობადობა არის ნაკლები, ვიდრე სიკვდილიანობა. ხო, ოჯახები იქნება. არის ახალგაზრდა ოჯახები გამრავლებით არის. მაგალითად ახალგაზრდა წყვილს ყავს 5-6 შვილი, ან 3-4 შვილი ყავთ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ. არა ხო, ახალგაზრდებს მისცეს უფლება სექსუალური თავისუფლებისა და ახლა რატომ უნდა გათხოვდება ხალი რა? დროს ატარებს ეგრე. და რა შემოგვიგდეს? და ავყევით ამ სირეგვენეს და ამ ფონზე რელიგიის დანიშნულება რა არის? ვერც მორალი დამცველი აღმოჩნდა და ქრისტეს ხო დაშორებულია. ამიტომ თვითონ არიან გათახსირებული მღვდლები. რა არიციან ახლა რა ხდება? ბარდელები არ არის საქართველოში. ბარდელებში მონაწილეობა არ აქვს, რა რამოდენიმე მღვდელს და ბიზნესში მონაწილეობა არ აქვს მღვდლებს და საერთოდ ჩუმად რო არიან. საერთოდ ეს ინსტიტუტი რადგანაც ვერაფრით ვერ გავიგე. ეს ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც შესანახია. ხო თანხები ხო იხარჯება მაგაზე, შენობები, მიწა, ყველაფერი, ელექტრობა, აი ეს ბიუროკრატიულია. ამას ქარხნები აგეშენებინათ 3000 და 4000 გაცილებით მოიგებდა ქვეყანა, ხო, დაკავდებოდნენ რაღაცას გამოუშვებდით, შიგნით გაიყიდებოდა, გარეთ გაიყიდებოდა. აი ეს მღვდლები რადგანაც იცი კითხვა მაქვს, აი ეს მღვდლები რადგანაც, აი რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს ამას, ამ ტაძრებს. აი რა არის ეს რაღაცა სიწმინდეების რაღაცა ტყვეობაში რო ხართ და თავს იტყვევთ. ქვეყანა რო თავზე გექცევათ. რა არის ეს გამაგებინეთ ხალხო ერთი რა. ვინ შეუწყო ხელი ამ რელიგიური ბიუროკრატიის ასეთ დონეზე გაძლიერებას? რადგანაც ეგა, რად? და მე ამ დებელი მღვდლებისგან რა რჩევა უნდა მიიღოს? ყველაზე რთულ საკითხში მეტაფიზიკის საკითხი ყველაზე რთული საკითხია. არავის ღმერთი არ ეცხადება და აშკარად ღმერთთან არავის კავშირი არ აქვს. და აი ამ დებილ მღვდლებს როგორ უნდა მოусმინოს განათლებულმა ადამიანმა მაგისტრატურა რო აქვს დამთავრებული და დოქტორანტი რო არის. აი დებილ მღვდელს მოусმენ ისეთ საკითხში, რომელიც არის ყველაზე რთული. როგორ უნდა გაიგოთ? აი მღვდელი რას გეუნება? ახლა ქრისტემ რა თქვა? ან კი სწორად გეუნებათ? დედა ბიჭო რა დაწყევლა ისეა? ვერაფრით ვერ გავიგე ამის პრაქტიკული დანიშნულება რა არის ამ სამღვდელოების. ეს მაგათ რო აქვს ყველაფერი, წილებში როზიან, სამშენებლო წილებიც აქვს, კომპანიებიც აქვს. ეს რა თუნდაც ეს აკადემია სასულიერო სული არ აგაგდა, აკადემია რაჯანდაბად გინდათ ვერაფრით ვერ გავიგე. თვითონ აკადემია მითოლოგიასთან არის დაკავშირებული. აკადემო რა ვინ იყო იცით ეგა პლატონმა ზების იმაზე და ეს მითოლოგიური ის არის პერსონაჟი. და სულიერი მითოლოგიური სულიერი რაღაცა დაწესებულება. სად არის სასულიერო აკადემია? რადგან ეს სასულიერო სემინარია, ხო? აი რა ჯანდაბად გინდათ ეგა ვერაფრით არ წმენაც რა თუნდა მეორე ადამიანის კაკაკუკი თავში.
ეგ შენი არჩევანია. მით უმეტეს რწმენის გარკვეული საფუძვლები გააჩნია, თეორიული საფუძვლები არის, ვისაც უნდა ყურანი მუსულმანებს, ინდუსებს ბჰაგავად გიტა, აგეთ ყველას და ქრისტიანებს ბიბლია. რა ჯანმრთელად გინაღვდელი მე ვერაფრით ვერ გავიგე რა. ვიღაცა სულელი არის ფაშასავი და ამის იმაზე თითის ქნევაზე იარი ახლა და შეშინებული, დაკომპლექსებული ხარო ვაიმე, არ დამწყევლო. ვაიმე, სამოთხე შემიყვანე და ქვეყანა კიდე იქცევა. ასე ჩვენ ავაღორძინეთ ეს სატანური რელიგია. აი ამან მოგვიღო ბოლო ჩვენ. ხოდა მაგის უკან ვინათხეს. მაგის უკან ვინც ადგას ხო ვიცით რა. სატანა